დაკეტილი მაქვს. ბოლომდე არ გაქვს დაკეტილი. ოხ, ბიჭო, როგორ არა მაქვს დაკეტილი. ბავშვი. მოიყო 0-ზე. 0-ზეა დიდი ხანია. გამოდი. სათქოს აქვს არაჩვეულებელი ნიჭი. საბჭოთა ნიჭია თან დაყოლილი მოთაშორის რომ ის რაც არ მუშაობს და გამოსაცვლელი კიდევ დიდხანს არა მარტო ეს მანქანის ნაწილი მე რა რაკუნობს თირკმელი ცოტას მიიღო ეს აქ ესე უნდა გავს ხნათი აი მაგარი აი ორი მაგარი ხელოსანი ყავს გამოძახებული ნიკო არის სწავლობს აა სწავლობს შენ არ მოხვედი მიდის ზემოთ ამოხსენ სანამ დათმო რატო ხსნი მაგას ხეთო ბიჭო საიდან გამოდის წყალი მინდა ვნახო ჩაი რო დავადგათ და ცხელი წყალი მანდიდან ავიღოთ თითი რო გაუჭალა გეტიროს არა არ უშვილეს არ ვეხე ჩაწერას უნდა ვიწყებდე მიდი არ ძვლის კამო რა არის გადასატანი აი ესეთი რაღაცა ეს არის ოსტატი და შენი ყველას გავუცი მართლა შენც რომ ამასაც რო ქონდა უცებ თუ მოიტანე არა ქონდა ეს არის ესეთი ეს ბიჭო კი არ არის შეგიდი რატო მე აღარ წვეთავს რატო რატო ჩაიქო არა დავიდარდება დავით თავიდან გადაწყვეტილება ავდება კარგავს გამოსაცვლებია აიც დაურეკ ჩემზე მაღლა ვიცარი ისა შენზე მაღლა კი არა ჩემი სიგდატოვე ხო არა იქით არის უნდა დავამაგრო უკან აი ეს რა ნაწილია რომელი ესა ეს ზედმეტია ალო კახა გვიშველე კახა გამარჯობა ჯანეო სამსახუში უნდა დაიბრიდა აფუჭდებოდა რას თქვენ ამას აწვალებს გამარჯობა მოგესალმებით კაცები YouTube-ზე, კვლავ YouTube-ზეა. დღეს ცოტა უცნაური გადაცემა გვექნება, იმიტომ რომ სათვალე დამჭა და ხედავ ნიუსებს და ჩანელამ მასწავლა რომ რაღაც სიტყვებს რომ დაინახავ, შეიძლება ნიუსი ეგ არ იყოს, მაგრამ რამე აზრი შეტყზეო და ისე ამიტომ შეიძლება რაღაც დაახლოებითი ამბები მე ეგრე ვკითხო იმენაზე გაზეთებს რაინაც არ ვიცი. ხოდა რომ ერთზე ვერ ხედავ, აქვე წერია რომ მინიშნება ჯაფარაცი რომ ლაივზე თუ გაირკვა რაღაცაო, სავარაუდოდ ამის თქმას ეხა აზრი არ აქვს, იმიტომ რომ როცა ეს ეთერში გავა თუ გარკვეული არ იქნება, ესე იგი არ გაირკვა და ამიტომ თუ გარკვეული თუ გაირკვა უკვე ბილეთებიც აღარ იქნება და ამიტომ აზრი არ არის. კიდე ერთი გამოწვევა გვაქვს. სად? დღეს. აბა გათბობის ქვაბი გაგვიფუჭდა. დათომ გამოიძახა თავისი მეგობარი ნაცნობი ხელოსანი, რომელმაც შეაფასა სიტუაცია და საღამოს შეაფასა სიტუაცია 200-ლარად. ესე შეფასდა დაახლოებით. და საღამოს წესით გათბობა კვლავ გვექნება. ეს ხო შეიძლება ის ქვაბია, რა კარუკი რო გაქონა და არაუშავს იმუშავებს, ეს კიდე დიდხანს რო იძახდა დათო. და რამდენ ხანს იმუშავა? ზამთარი გაგვათბო, მეტი რა უნდა აი ზუსტად მარტი დაიწყო და გაფუჭდა. ცოტა რო დაეც. წესით ამინდებმა გვიღალათოთ რეკვაპმა. მama გაკაჭა. თორე დეკემბრამდე არაფერი არ იქნებოდა გასაგებია. ხვაბმა იკითხა, დადგა მარტი, დადგა და დაყოდა ზე. და სხვა შორის ის ძრავი ისევ მუშაობს. სხვა დეტალი გაფუჭდა. პომპა. არა. კი. ეხლა კიდე დამცინებ ზრივნოი კლაპანი. კლაპანის და პომპას კაცო. არა, პომპა კიდე იმუშავებსო, მაგრამ ცოტა ხანი. ნასესხებამდე. დავიწყოთ ახალი ამბები, ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდებოდა მთელ მსოფლიოში და ой მე არ მითხრა. მულტფილმი ხდებოდა, მე მგონი, გამოცემა ბლუმბერგის ინფორმაციით, რა თავის წყაროებზე დაყრდნობით, ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინის პრეზიდენტთან ვლადიმერ ზელენსკისთან ურთიერთობის აღდგენის არაოფიციალური გაავრცელა, რომ თუ უნდა რომ აღდგეს ურთიერთობები ბოდიში მოიხატოსო. ო? მანამდე ზელენსკიზე თქვა სანამ ეს შეხვედრა იქნებოდა რომ დიქტატორიო, მე თქვა რა დიქტატორიო, მე ეგეთი რამე არ მithქვიაო. მე
იქ და კოსტუმი რატო არ გახ ხუდი რატო არ გახურავს ხუდი რატო არ გახურავს ბავშვობის დროს ნაინდელი ანეკდოტია დაახლოებით ეგეთი სიტუაცია იყო ხო და ეხა ჩვენ სხვათა შორის მივდივართ ვაშინგტონში იუმორისტებს იქ როგორ ძიღებენ ალბათ ხვდებით აუ ეხა ჩვენ რა დავიბა 4 ნიკი ვიქნებით მაგრამ არ ვიცი რა გამო კოსტუმები მოგააქვთ თავარია ჩვენ დავარტყათ პირველი ხელი ვაშკაცობაში მაინც შოქებს მე კი მაგრა გავილაკე მაშინ გვანტანამოში გიხდება შენ ესეთი ფერის თავსაცმელი ეგ ახალი ჭიქა იყო ხო ბაკურიანში ვიყავი და იქიდან ჩამოვიტანე ბავშვობიდან მაგტიფით ვამდი მამარიფე ეგეთი ისტორიული ჭიქა ხო და ემალი ხო არა კატეხილი არა ეგეთ ჭიქებს ხო სადღაცა ატკეჩილი ხო არა სისინა ომში გერმანელებს ხო არ წაართვეს ეგ ჭიქა არა რაღაცა ისეთი არა სამაშენის ბავშვობის დროინდელი ხო ბაკურიანიდან რამე ჩამოიტანა ადამიანმა რაღაცა და მაგნიუს აკლია ერთი ამბავი კიდე სრული სურათის ბევრი აკლია მაგის მე იმდენივე მოხდა დღეს მაგალითად ზელენსკის ერთმა რესპუბლიკელმა სენატორმა მიმართა რომ გადადექიო მორჩაოსეო არაფერი აზრი არა ამან უპასუხა რომ ჩამოდიო უკრაინის მოქალაქეობა მიიღეო და მე ლეგიტიმური იქნება შენი მოთხოვნა და თქვენ 40 მილიონი ჩამოდით გადამაყენებთ ესე უთხრა ნატოში თუ მიმიღებთ ეგრევე გადავდგებიო ხო კი ისა დათოლე შე როგორ გამოგჩა რა ზელენსკი რო წავიდა თეთრი სახლი პრესკონფერენცია რო ჩაიშალა იქ ქონიათ რაღაც თვითფრინავში რომ საჭმელს არიგებენ რაღაც ეგეთ ზელენსკისთვის და უარ შეჭამა წავიდა ხა იმის სარეცავ და ტრამპს შეუჭამა სერიოზულად ამბობ მოიტანე ესეთი ინსაიდები საიდან დაავცელა ერთ-ერთმა ამერიკულ და ამ საჭმლის ასაღებად რომ მიდოდა ფეხი წამოკრა ხალიჩას რაღაც ეგეთებიც უნდა იცოს არა ნუ შეუჭამა მე შესულა კაბინეტში და ყვიროდა რომ ესეთი ინსაიდერ ინფორმაციაც იყო ეს რაკნაო მაგას ვინ გონია თავის თავი ბიჭო ისეთი კადრები იყო რეალური რომ მე მეგონა ხელოვნურმა ინტელექტმა არა ჩვეულებრივი სიმსონები ხო არის რომ ამართლა ეს მეგონა რომ ჩვეულებრივ სიმსონებს უყურებდი რა მაგრამ მე ეჭვი მაქვს რომ ისეთი ეს აგვაქვს აღებული მთელ დედამიწას რომ ეს არაფერი არ არის წინ გვა ყველაფერი აი რა შეიძლება მოხდეს აი ეგრე ვიძახით ყოველ ჯერზე და კორონადან დაწყებული და აჰა არის სიჩუბედა უცნაურ იმაში ვართ ბიჭო აი ერთ კვირაში რა მოხდა ვიღაც ბავში მივიდა ჟღუნინტი მიაცხო მაგიდას ეს რო ვიღაცას ადრე მოიყვა ის მაგიდა გაიტანეს მეორე დღეს ჩამოვიდა პრეზიდენტი და იჩხუბეს იმავე ოთახში დაცხეს წაესივნენ ვახ დაუჯერებელი აი როგორი კამათი იყო ეს ბოლოს რომ წამომიდა ო ჰიდი ნახვი რო ეგეთი ამბავი არა ისეთი კამათი იყო რომ მარტო იდი ნახვითაც ვერ გამოვიდოდა არა აი გამწარებული ხო რაღაც ეტიკეტი ხო არის რაღაც ისიქით ცუცველი ხო ეგ არ ჩაითულებოდა ცუდად რა ეს რო შეიცვალოს და ესე დამკვიდრდეს რა ტრადიციად რომ აი თქვა თეთრ ეგრე იყოს ყოველთვის არა თეთრში კი ყველგან აი ტრამპი ჩავიდა თქვა პუტინთან და დაცხეს რა მაგრა ურთხეს ერთმანეთს და დაიშო ვიღაცა შევარდა ციცი რა დაცვას გავშვებ აი შევიდა ხო როეკაჩებიან და შეიძლება ეს რო ჩაულებრივი ამბავი გახდეს რა ხო კოდლაზე მინისტრთა კაბინეტი ტრამპზე ბევრს მოვაპარაკეთ ჩასასვლელები ვარ წინასწარ 2024 წელს შორს ვზივარ და იმიტო იცი ეხლა ნახე შუაში შორს არის ესე როცა ასწორებენ არა უკანაც ესე ვიჭექი შორს ჰა 2024 წელს რა ჟესი იყო მან დაიწყეთ 2024 წელს ავარიების გამო დაიწყეთ გაგზელე ჰა სტროლებს კი ამიერეკები სტუმრად ხარ დღეს მოსული მე სუსტუმრად 2024 წელს ავარიების გამო საქართველოში ავტობუსების შეკეთება 6 მილიონი დაჯდა. აქედან ბრალეულობა ძირითადად 2023-ში იყო ავტობუსის, იმიტომ რომ 4 მილიონი რაღაცა იყო ამათი ბრალი და 1.5 მილიონი ცოტა მეტი
იმათი რა ქვია, ვინც დაეჯახა ეთყობა. მესამე პირის. 2024-ში გამოსწორდა ეს ამბავი, უკეთესობა გვაქვს და 3.5-ია დაახლოებით ავტობუსების ცხოვრების ბრალი და 2 ალბათ ვინც დაეჯახა იმათი. ანუ ნელ-ნელა ამუღამებენ. ხო, ავტოავარიებია თუ ეს ამ ფეთქი კლაპანი თუ გაფუჭდა? არა, გაფუჭდა არის. ხა ეგ უკვე წარმოებლის ბრალია, მაგრამ ეს არის როცა დაეჯახები რომ შენ მძღოლის ბრალი. ამოებლის კია, მაგრამ გარანტიის ვადა თუ გასულია, მაინც ამ ფულიდან იქნება. ხარ ამას გეუბნები, ავტობუსის მძღოლების ბრალს გეუბნები და ვინც დაეჯახა და კლაპანი რანაირად ჩაგისვა ამ ნიუსში გამაგები. ხო არ არის ჩასმული უკვე იქ. არა. საბურავი რო გაწვდა, საწვავი რო დაიცალა, ზეთი როა გამოსაცვლელი, ეს არ შედის. ანუ ბასლაინებმა არ შეცვალა სიტუაცია? ბიჭო, გამოსწორდაო, ანუ შეცვალა. რა გამოსწორდა? ერთი წამი 23-შიც 6 მილიონი იყო, 24-შიც 6 ოღონდ ბრალეულობა მძღოლების არ არის იმდენი, რამდენიც თავიდან იყო. ოღონდ 23-ში რო 4 მილიონი იყო ავტობუსის მძღოლის ბრალი. აი აქ უნდა ის, ეხლა 3 მილიონ 800.000, ანუ 400.000-ით მოიკლო ავტობუსის მძღოლების ბრალეულობამ და მოიმატა მესამე პირების. მომიტინგების. ხდება. მესამე პირის. ესე ვთქვათ. გაიგე? რამე. თუ როგორ თქვი? მესამე პირი არ არის. მესამე პირი სხვა ვიღაცა. ბიჭო, რა თქინდოდა ეს მესამე პირის შეთქმა. ჯერტი მე არ მინდოდა ესე წერია მესამე პირის ბრალეულობა. მესამე პირი, ხო ისე მეც მეგვეს. პირველი პირია შეროზი ხარ. მესამეა ის. მეორე ვინ? სად არის? მეორე სად ვინ? აფწაპნა. არა და ხო და პირველსა და მესამე შორის მეორე ხო უწევს. ხო, აშკარად უწევს. არა მეორე დაზღვევა. დაზღვევა კომპანია. ხო. თუ ეხა იგონებ. არა, ეგ ორი პირი ხო დებს ხელშეკრულებას. ხო. მესამე პირია ისა. ანუ ეს ინფორმაცია ჩვენ დაზღვევა მოგვაწოდა. ანუ ჩვენთვის ჯაფარაა მეორე პირი? ჯაფარა მოგვაწოდა ეს ინფორმაცია. ხო. დაალაგა, აი დავინახე. კი, მეც დავინახე. ამ ხოს არ ველოდი. ხო, აბა რა, მესამე პირი. აბა თქვენ ამიხსენ. არ ვიციო. არა, მე დაგეთანხმე. სადაზღვეო შემთხვევაში. არა, სადაზღვეო, აი დაუშვათ ავტოავარიის შემთხვევაში ესე მგონი, პირველი პირი ხარ შენ. მეორე პირი ვინც იმის საჭესთან ზის და მესამე ვინც გზავრად უზის. ხედა. გაჭედე ბიჭო. არ ვიცი. ეს ჩემი ვერსია. მეც მაგვერსია. ზოგადად მესამე პირის დაზღვევა არის მიღებული ფორმა დაზღვევის და ნიშნავს, რომ შერო სხვას დაეჯახო ან ის დაგეჯახოს, იმისთვის არ არის ანაზღაურება. ქვია მესამე პირი და რატო მესამე არ ვიცი. მაშინ შენც ხო შეიძლება გიждდეს ვიღაცა გვერდით, ეს? ეს უკვე მეოთხეა. მერე იქიდან მეხუთე. აქედან ლუცები აქედან კენტები იქიდან. და ანაზღაურება ხდება როგორც თვითმფრინავში რო უშვებენ ხოლმე, ხო იცი? ჯერ შემოდიან მესამე პირები. ქალები ბავშვები. ანაზღაურება არის ესე, უნდა ატუზო. ვისაც მოვატუზო. თუ სწორად მახსოვს უნივერსიტეტში დაზღვევა რო ვისწავლეთ, მესამე პირი იყო. ხო, ანუ ჩვენ შორის ერთადერთი ხარ, ვისაც მესამე პირი ნასწავლი გაქვს. ჩვენ მაგრამ მაინც არის. ჩვენ მესამე პირი გვაქვს გრამატიკაში ნასწავლი. სულ სხვას ან ეწერა იმ ძალიან წვრილ შრიფტით, რომელიც არ წავიკითხე. ეს შენ ის. ჩვენ თქვენ ისინი. ხო და აი სუსტად მაგითო მეგონა რომ მე და შენ ძღოლები ვარ და ის ვინც იქუზის. თორმე სულ სხვა ამბავია. ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა საბოლოოდ თანხმობა განაცხადა იმაზე, რომ ჩემპიონთა ლიგის ტრანსლირება მოხდება მათ არ ვიცი რა ქვია შიდა არხებს შიგნით ჩრდილოეთ კორეის ტელევიზიით თუ მოუყვება ხალხს. არა სათვალე რო არა აქვს. ხო. რა პრემიერ ლიგის მე მასე ვიცი. პრემიერ ლიგის კი ბატონო მე მგონია ჩემპიონთა ლიგის უფრო ის იყო რა ქვია. დიდი ამბავია. ხომა იქ იტყვიან ჩემპიონთა ლიგა. ხო და მოკლედ დაახლოებით ეგ ამბავია, იმიტომ რომ 90 წუთის ნაცვლად 60 წუთი იქნება. რატო რა სჭირია? აი მიყევი და და ჯამში მოუწევს მაინც მაგდენი სამოჭრა, ხო? იმეებზე რომ ნებისმიერ წარწერა რაც იქნება ინგლისურ ენაზე ყველაფერს გადაედება კორეული წარწერები, თუ სადმე გამოჩნდება სამხრეთ კორეელი ფეხბურთელი, ყველგან წაშლია. ანუ გორი გაიტანა სამხრეთ ფეხბურთელმა,
ანახებენ რომ ვითომ არა, ანახებენ რა, იმას ხელოვნური ინტელექტი ამოჭრის ბურთი უცნაურად მიკორავს. ან იქიდან თავისით გადის. არა, ასისტივენს გააკეთა, იმას ჩაეთვლება ხოლმე, იმას აღარ ანახებენ და ვითომ ის გოლი გავიდა. აი 11 მეტრიანებზე რასიზა, ნუ მან ადვილი ამოჭრია. რა გიხსნათ იცი? აი ნაპოლის თამაშებზე ხო დადიოდი. ხო სამ თამაშზე ხო იყავ? კი. ის სეზონი რო ეყიდა და კორეელი მცველი რო ყავდა. კიმი ამოჭრილი იქნება. ეგ არ იქნება. ხო, პრემიერ ლიგაში არის 3 სამხრეთ კორეელი. ხო. ხო და სამხრეთ კორეელებს ჭრიან, ჩრდილოეთ კორეელი ხო არ არის არა. სამხრეთ ჭრიან, რატო? რო ვითომ არ არსებობს სამხრეთ. არა, მტერია და იმან მტერმა რო გოლი გაიტანოს და გვილი იყოს არ შეიძლება, რა. მაგრამ თუ თავის კარში გაიტანა მაშინ. ო, ეგ შეიძლება დატოვან. კაი, 60 კიდე რას არაჩვენებენო? წარწერებს არაჩვენებენ, სავარაუდოდ ალბათ ტრიბუნები და წარწერები მოიკლავენ თავს. და ისა LGBT. ხო, სადმე თუ LGBT რამე იქნება, იმას ყველაფერს დამოწ. ტიტუელი კაცი თუ გადახდა. ამდენი ფეხბურთი მაქვს ნანახი და ვერასოდეს ვერ შევამჩნიე რომ LGBT აქტიურობა იყო მოედანზე. კი, სამკლაურები 90 წუთში 30 წუთი როგორ ერთი წამი ბოდიში LGBT აქტიურობა იყო მოედანზე. რა იგულისხმება? ხო. რასაც ისინი ამოჭრიან. ვახსა და ჩაეჭიდა. რასაც ისინი ამოჭრიან. LGBT აქტიურობაში შენ რა იგულისხმება? მოედანზე. რაც იქნება ამოსაჭრელი იმათი თვალით. აქ პარამეზე ალაპარაკი, აი ხანდახან არის რომ გუნდის კაპიტანს რაღაც უკეთია მხარდაჭერით. კაშიას ამბავი ხო გახსოვს? გასაგუნაზეც ხო არის. ყველას უკეთია ამათან გავა რომ ყველა სამხედრო კაპიტანი. რაღაცნაირად მოატრევენ ამბავს. კაი, გადავიდეთ შემდეგ ახალ ამბავზე. ილონ მასკს მე-14 შვილი შეეძინა, ახალშობილს სელდონ ლიკურგუსი დაარქვეს, მისმა მეუღლემ, თქვა რომ ჩვენი მე-4 შვილიო. მე-14. მე-4, არა, ამათი მე-4. ჩვენ რომელსაც ეს სელდონი არის რაღაცა რომელიღაც ფანტასტიკური ჟანრის ნაწარმოებიდან მიიღება და ლიკურგუსი კიდე სპარტას წარმომადგენელი იყო. სპარტას ის იყო კანონმდებელი, სხვათა შორის თქვენაირ ხალხი გაყარა სპარტა. ჩვენერად ჭკვიანები, ლამაზ მაღლები, განათლებულები. კარგი იუმორის გრძნობის მქონენი. ხელოვანი ხალხი არა და გაყარა. ხო და დიდი პოსტი გამოდო მეუღლემ და მასკმა დაალაიქა. ანუ სახელი რა არის ხა? სელდონ ლიკურგუსი. უფრო მცენარის სახელს გავს. ლატინურად. სელდონ ლიკურგუსის წარმომადგენელი შეიძლება წიწნატას ერქვას ხო? სელდონ ლიკურგუსი შინაური. ანუ წვანე ფოთლიანი. ან ისიც შეიძლება სელდონ ლიკურგუსი დაბალბეწვიანი. მაგარი ოჯახში გაიზარდა. მამა ხო ისაყავს. ყველა მიცის. ამის ძმაც უკვე ყველა მიცის. ჟღვინგიანი. მიო ეხა სელდონს მიაწმინდა. სანამ სუისალოს არ უხიტიან. იმ ჟღვინგიან დროს რა ერქვა ხუარბი? X. ეგ არის X-ი? არა, კაცო, 14 შვილი ყავს და რა იცი რომ ეგ არის? აი რატო ხარ დარწმუნებული? იქ თქვა თვითონ ტრამპი ამბობს X მასკი. ხო, იმ ჟღვრინტი ამბობს. X მასკი ესე მიმართავს. ეხა მაგალითად სელდონი უნდა მივიდეს და ჩაიჯვას. რამე ისეთ კიდე ისტორიულს უნდა მიაჯვას. ვაშინგტონის ფილმი ფოტოს ნახია. და მაგის მერე უნდა ჩავიდეს კიდე ის ზელენსკი. კონექტიკუტის ქუჩაში პოლიციამ პატარა რუხი სელაპი იპოვა. არ ვიცი რა ნაირად იპოვა. იქვია სხვათა შორის კონექტიკუტით. ცოტა ზემოთ თუ წავალთ რა. ვიღაცას დაუვარდა სელაპი. დამოუვარდა. ისე რომ ვერ გაიგო. ხო, რაღაც ხუსაფაცი ამბობს. ბოდიში სელაპი დაგივარდათ. არქტიკის მკვიდრი როგორ გაჩნდა კონექტიკუტში, ჯერჯერობით არავინ არ იცის. ალბათ წაიყვანეს და ზოო ან აკვარიუმს ან რაღაცას მისცეს. შეიძლება ცოტა სამხრეთული სელაპი. არა, ჭრდილო სელაპია მაგას ვიცი. ხოვლია ჯოგარში. რაღაცას გამოყვა შეიძლება იქიდან არქტიკიდან. ტრამპმა რო თქვა რომ არქტიკა ჩვენია, ეთქვა დაიძრა ის იქიდან. სელაპები დაიძრა.
აუესა კოსტუმი დაიძებნენ და აღარ მიიღეს. მექსიკიდან რო იყოს გადაპარული ეს სელაპი. თან კამუფლიაჟი სელაპია, ნახე. აგიტო ვერ იპოვეს დიდხანს. კაცი გზაზე სტოპ საინზე იყო გაჭერებული, ნახე ეთყო ატარებდა რაღაც მანქანას. მე უვარდა პოლიცია. არა, რა გიყვეს მე ჩვენთანაც ხო იყო პირველ აღზე რომ ენოტი. პირველ აღზე იქ ის არის რა. არა, ზოოპარკო ჩვენი არ არისო. ჩვენ ენოტი საერთოდ არ გვყავს. ხო, მაგრამ ენოტი აქ ბუდობს და ეს ეხა ენოტზე ბუდობს არის ორი. არა, ხო. ეს ისური სიტყვა. დათოსო სიტყვა წარმოება არ ეშინებ. ენოტი ბუდობს. აბა ენოტზე თუ ვიტყვი ბუდობს, არ არსებობს. მე სელაპზე. მე სელაპს. სელაპი რა შვება? მე რო არ ვიყო. სელაპი რა შვება? ძევს. ენოტს რო ხდება ძევს. ვაფშე ბიოლოგიაში ასია. რატო აბა ენოტს რა უხდება? დევს ჯერ ერთი. არა, ენოტს. ენოტი ბუდობს. არაო, ხო თქვი? ბინადრობს, ანუ ბუდობს. არა, ბუდობს არის არწივი. ნახე, თუ მარტო ცხოვრობს, მაშინ ბინადრობს, თუ ოჯახით. მაშინ არა, ბუდობს არის ბუდეში. ხო, მაგრამ ოროში არ არის. სიტყვის ძირია, ნახეს გეუბნები. ნახე, ერთი წამი. ეს ბუდე. ბიჭო, რაზე შეუძლია კამათი? და ის არის არგუმენტი. ეს ბუდე. შიშველიც არ არის. ბუდე შენ შეგიძლია შენ საკუთარ სახსაც უწოდო. კი, აბა რა. ხო. ამ შემთხვევაში კი, მაგალითად ხატრულად ერთი ბუდე გვექნებოდა მე და შენ. ხო არა, კი. თვითონვე იცის, მაგრამ მაინც მეკამათება. ხო, მაგრამ ეს ხო არ არის ენოტი. ენოტის ნაწილი სიტყვები ხო არ არის. ერთი ბუდე. ხო, მაგრამ შენ ხო ენოტის გაგრძელება ხარ. გადავიდა შეურაცხყოფება. შეურაცხყოფებზე გადავიდა. ევოლუციურ ჯართ, კარგი, ჩემზე ვიტყვი. მე ხო ენოტის შენ გაგრძელება. უფრო ზელაპის. ანუ აღიარებს რომ თვითონ ენოტის კი ბატონო, შენ ზელაპი გავიხო. სელაპი. ხო და სელაპი არ ვიცი. არა, ხელა გადახვევა ქონდა. როგორ მოხვდა იქ? ბატონო გიორგი, რატო არ ჩაერთეთ ამ კამათში? დრო ვერ ვნახე. სელაპი შეიძლება ჩვენთანაც აღმოჩნდეს. სადა? ზოოპარკში იყო ჩვენთან სელაპი. კი, არა, შავ ზღვაში არის სელაპი. შავ ზღვაშიც არის და კასპიის ზღვაშიც და იმაში კასპიის ზღვაშიც არის. ცოტა სხვანაირი სელაპია. ეგ არ ვიცი, მაგრამ სამხრეთული. მე ვიცი რომ ბათუმის დელფინარიუმში ყავდათ. კი, ეგ ეს არის ხო. ნანახი მაქვს. შუმად, პორნოკარტები რო. ოფიციალურად ყავთ. რაღაცნაირად ცხოვრობ. საშიშია სელაპი? მე მგონი არა. დიდი მე მაქვს ნახი. ზღვის ფლომები და რაღაც საშიში. არა, ის სელაპი რომ სანაპიროდან ბავშვს იმაში დელფინარიუმში თუ სადღაც. არა, სპორტი როა, ხო, ეს ნანახი. ეს სელაპი. ხო. შეიძლება რომ გამრავლდეს იქ. მარტო ვერანაირად. მარტო ვერა, დაგვირგვით არ მრავლდება. ჰა? ორნი რო იყვნენ კი. ანუ ამ პირობებში დედალ მამალს ამ პირობებში შეუძლია ცხოვრება დიდხანს. თოვლი თუ არის, რავი, კი, ალბათ. წყალით საჭიროა, მარტო თოვლი არ შველის. იმიტომ რომ იკვებება თევზით და არა ელითი. და თევზი რო თქვა ასფალტზე რო თევზი დაუყარო. თევზის ცხოვრებს მაღაზია. დიდხანს. ანუ უწყლოდ შეუძლია ცხოვრება, ამის თქმა მინდა. არა, წყლის ცხოველია, კაცო, და აუცილებლად წყალთან უნდა იყოს სულ. სადმე გინახე, უდაბნოში გინახია და სელაპი. იმიტომ თევზი არ არის და რო პირობა ვთქვი რომ მე ვაჭრე. ტყეში მდინარე ხო არის? ტყის სელაპი გინახა. არა ბიჭო, თევზი არ არის ტყეში რა. მდინარეში როგორ არ არის თევზი? სად არის იმდენი თევზი რომ სელაპმა გაძლოს? უჯა სელაპები შეიძლება. რა იცი, შენ სელაპს ამხდარი სელაპი. სელაპს რამდენი თევზი ჭირდება, რა იცი? როგორ არ ვიცი. საიდან? ჩემ მეზობელს. სკალა. და ნელ-ნელა იგონეს. კი, და მან თავარია პაუზა რა. ირანულმა გამოცემამ, შემდეგი ამბავი არის ირანიდან, ირანულმა გამოცემამ სტატიის ფოტოში ჯორჯიანა როდრიგეს უკანალი გაუქრო. აი, იქონია უკანალი და ესე გაუქრო. რონალდოს ცოლს. ხო.
გაუქრა რა შეუზნი კაბა. ცენზურაა რა. რაც უდათ არის გაკეთებული ეს ყველაფერი. ვინ გახდა 39 წლის? რონალდო. დაბადების დღეა. კაი? ამაზე და 4 შვილი ყავს. 14 კი არა. ზოგმალ არის ზომაწონა. ხო, თორე ფული არც ამას არ უჭირს. ხო და ამასაც. 4 შვილი და უტრაკოცოლი. სურათით ესე გამოჩნდა. რატომ მოაჭრეს ახლა რა? შეიძლება ცენზურაა. ვინმე დაინახავს ტრაქს 1000 რამეს იფიქრებს. ადრე ხო ქონდა ნეუსი ირანში რომ საქმე აღუძრეს ვიღაცას რო ჩაეხუტა თუ აკო. ხელი მოკიდა ხო? შეეხო. ხო და ირანში არ ჩაესვლება მაინდა-მაინც თამამად. არც გონია რომ დიდი სურვილი ქონდეს ახლა ამას რო ხო, მაგრამ უწევს მე აზიურ ტურნირებზე ირან უგონს ხო ხდები. გალაგდებიან რაღაცნაირად. ნუ ცოლი არ უნდა ჩაიყვანოს ფაქტია. ფიზიკურად მოაჭრიან ტრაქს. არა, რაღაცას ჩააცმევენ ისეთ. ამით დღევანდელი ჩვენი გადაცემის ნიუსების ნაწილი დასრულებულია. გადავდივართ ტრადიციულ სტუმრის ბლოკზე და დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია ნინო დარასელი. გამარჯობა. გამარჯობა ნინო, როგორ ახარ? კარგად, როგორ ახარ? მადლობა რომ მოხვედი ჩვენთან, სწორად პირველად ხარ, ხო? პირველად. მაგრამ გიყურებთ 1000 ჯერ ალბათ. ხო. ან მეტჯერ. ნუ 300 გადაცემა გვაქვს ჩაწერილი და 330, ნუ 300 ჯერ გაქვს ნანახი. თუ სწორად დაითვალე. ან ზოგი გამოტოვე და ზოგი 20 ჯერ და. ძალიან დიდი მადლობა რომ გვიყურებთ. ძალიან დიდი მადლობა თქვენ რომ ამდენს გვაქვს. ჩვენ გუბაშთა თბილისი თქვენ. მე ზამი არ სამოხსდეს ისეთ. არ ვიყავით ესეთები ადრე, მაგრამ ტრამპი რაც მოვიდა. ეტიკეტი შეიცვა. აბსოლუტურად. ეს სხვანაირად შეიძლება რომ სტუმარი მიიღო და გააცილო. გააცილო. შენ ჩვენსავით კი არა, ჩვენ ჩვენსავით ტელევიზიონშიკები ვიყავით, ხო? შენც იყავი? აღარ. აი ხა ფორმულაში მუშაობდი ჯერ კიდევ ერთთვის წინ, მაგრამ როგორც მიდის საქმე არ ვიცი ტელევიზიის ირგვლივ ეგრეა ჩვენი გადაცემა. შემოგვიერთდები და ყოფილი იქნები? 17 სართულზე ვიყავი ბოლოს. მე 17-ს. ხო მეტი აღარც არის მათ სართული. ბოლოა მე მიაღწია. კარიერული ზონა. დაგამთავრდა. და იგი ხო. ზენიტში. ეხა შენ YouTube-ზე, ხო არა, მაგიტომ მან მიყავდა ეს კითხვა რა, YouTube-ისკენ ხო არ ვფიქრობ. YouTube-შენ და შევარდე და მოითხოვა ისა. სართული. სართული ან თავი შესაფარი. ბუდე რო გაიგეთო. ხო იცი რა საკუთებია საჭირო. მარტო როცა არის ხარი ძევს, როგორ არის? ბუდოფარი როცა ოჯახი და მარტო თუ იქნები? მარტო უკვე ისა. ბინადრობს, ბინადრობს. მარტო ბინადრობს. ბუდობს აუცილებლად. YouTube-ზე ბინადრობს რა? თუ რამდენიმე წამყვანიანი გადაცემა ბუდობ YouTube-ზე. თუ ერთ წამყვანიანი ბინადრობ. ბინადრობ. მეილი დაგჭირდება და ფორმას. YouTube-ზე კაი მეილი თუ გაქვს ფორმანსიც არ არის. ამაზე ჩაგამახსენდა აზრზე არ ვიყავი, საერთოდ რა არის მეილი და არაფერი. ეს ინტერნეტი ვიცოდი რომ რაღაცა არის, მაგრამ რა არის ინტერნეტი არაფერი და ინგლისში გამაჩერეს ლონდონში მოვიდა და იმას რო იღებენ street style ასე ქუჩის მოსავით რა. და გამაჩერეს გადამიღეს და ძალიან მიხარია ხა ეს ამბავი და მითხეს რომ მეილიო გითხარიო და გამოგიგზავნეთ და არაფერი არ ვიცი მეილი რა არის რომ მოვიტყო ისიც არ ვიცი რომ მე შევქმნა მაგალითად ერთ ინტერნეტთან დაკავშირებით ვთქვი მე ვთხარი www ეს ვთხარი ანუ დავიწყო www აი ესე დაიხარო და კამერაზე წაშალ დილიც დააჭირა არაფერი არ არის საჭირო კარგი რა იყო იცი www რაღაც მინოდაზე და არც ხო არაფერი არ ვიცოდი მე რა უნდა დავემატებინა და კარგიო მითხეს ნუ ჩათვალეს რომ ჩამორჯენილი ვარ და ყველაზე კარგი ის იყო მე ველოდებოდი ხო ის სადღაც ანუ სულ ბედოდი რომ მე საიდანღაც ეგ ფოტო მოვა წინა საუკუნე რო არის ორი საუკუნეა შენ ყოველთვის იცოდი მე ჯარში რო იყავი მაშინ მეილი რო არა ჩვენ საიდან იცოდი რა სიცოცხლის რადგან კი დარბოდი რა მე რო ჯარში ვიყავი მეილი არ იყო
ხოდა მაგ ხოდა მეც მაქიდან ვარ. ხო და რო გაიხსნა მეილი. პირველი შენ დაიგე ხო? ერთ-ერთი პირველი სოფლიო ბანკის IT-შნიკი ვიყავი. ანუ ერთ-ერთი პირველი. ოღონდ ვინქწერდა მე სარავი ხო სხვასაც არავის არ მქონდა კი? წერდა სათაო ოფისი. ხო, ნუ თქვენ მაშინაც ამერიკის აგენტები. ჩვენ მეილი ჯერ ინტერნეტი რო არის ჯერ აგენტები იყავით ამერიკაში. ხაღალდით მომდიოდა. დაბეჭდილი მომდიოდა. ეს კურსებს ეგრე გადი თავიდან აწერინებდნენ იმას. აბა მოუხაზოთ ეს დაღლუკა. და იძახოდა დავით ლაბაძე yahoo.com გადავიხედავდი მე ვარ ეხლა რადგან ყველაფერი იკითხება შეიძლება უკან გადავიდეთ წერილებზე ესე მგონია რომ ყველაფერი და წაიკითხონ ყველაფერი მაინც გახსნილება იყოს გადავიდეთ აი ეს ან ალალად უნდა წერო რა აი არაფერი დასამალი ვიღა ტელევიზიაში როდის გამოჩნდა მანას მოესწარი მან იჯექი როგორც არა მაყურებელი დარბაზში და იცილად შურდა და მინდოდა რომ ყოფილიყო ჩემი ოცნება იყო რომ მანაზე ოდესმე აღმოჩენილიყავი სცენაზე და მამა ჩემი აღმოჩნდა ორჯერ მამა ჩემი აღმოჩნდა სცენაზე გაიმარჯვა მაშინ მეორე ახლა იყავი რაღაც ბედნიერესი მაგრამ თან ძალიან შურდა ყველასე ვიცი ამ ორი ისმენი დაცხეს ერთმანეთს და არავის ერთად აღარ უნდა და არაფერის გაგერა ხელივეთ მოკიდე თუ ეგრე ძალიან ხო და ძალიან მინდოდა აი მაგრამ ის მანა მაქვს მასკი შვილი სხვანაირი მანა და მაგ დროს იყო მანა და ამა ავანგარდული მოდის ასამბლეა ხო რაღაც ერთ-ერთი იყო ბიჭო გამოფენაზე გამოფენაზე იმართებოდა ჩვენი უბნელი იყო ერთი დიზაინერი და წავყევით ბიჭები ბიჭო რამსა მიყვანა ძალიან მაგარი ამბავი რატო მეილივით შენ იქნებოდი პირველი მას რომელი პერიოდია მე აღარ შევედი დამეზარა ოღონდ რომელი პერიოდია ცეკი მე მგონი სამხედრო საბჭოც კი რო არსებობს და გვარდია ცალკე და მხედრები იდგენ იქ არა დიდუბეში მახსოვს რომ აი ხედავდი კიდევ არსებობდა თან იმ გამოფენაზე ეყენა ხოლმე ის ბრონი თვითონ გელა კუპრაშვილი ყვებოდა მაგას ვინ ყვებოდა გელა კუპრაშვილი ვინც გააკეთა გელა კუპრაშვილმა წავიდა ხო და მაშინ ოღონდ მეილი მართლა არაფერი არ იყო ან ის ხახი როგორ ჩამოიყვანა ან ეგეთი ავანგარდული მოდის ასამბლეა ერქვა რა ესე შეფრებოდა ან ეგეთი ხალხი ტიტველი გოგოები დარბოდნენ ვიღაც უცხოელები რაღაც სასწაული ხდებოდა დიდუბის პავილიონში მაგითი წაგვიყვანა მაგიმით თუ ნახე სადმე მომიკითხე რა ძალიან არ ძალიან იყო აი მართლა ერთად ვარ დგასდი აქედან მოიკითხე შეიძლება თვითონ გელა ხო რა რატო აბარეთ მართლა დეპეშა გაუგზა მე გოროჩი დარეკეთვა კარიქნა რო დარეკო ზატო შურთო დაგაბარო თვითონაც დაგაბარო ვინმესთან მოკითხო დამაბარეთ აბა შენი გვაჩო მეგრულია მეგრულია ხო რაღაცა ჩამოშურდა ასო კი ბაბუა ჩემი წერდა წერალი იყო და მოაშორა იმიტომ რომ რაღაც ფსევდონიმივით იყო ესე და შემჩა ძალიან ლამაზი გვარია მომწონს ასგარეში მაგრამ მიუხედავად ის რომ მოაშორა უკვე ესპანელი იქნება დარასეო იტალიელი ნინო ნინო დარასეო თვითონ თავობამ რომ რაღაცა დმდე მიხვალთ რა ნინო გამოწე პრაბელი და რასელ მაგარია ნინო ნინო დარასეო აუ ძალიან კაია და ორი ელი გაუშვი იმის მაგრამ ორი eli გაუშვი ბოლოში ორი eli გლიჭავს რასელ სუმშურს ეგეთი ორი eli თქვა ლაბაძეროი ბოლოში გადაიტანე დურასელ რო არის ბატარეები ის არის ორი ელით მე მგონი ბოლოში დურასელ დარასელ ყველგან როგორ საერთოდ რამე უნდა ჩავაწერო გვარი ზუსტად ვიცი წინასწარ რომ მკითხა რომ ყალბი ბატარეიკები რო გამოუშვა და დარასელი ჩინური კომპანია ჩინურ კომპანიას რო დაუყო დარასელ იმას ყურდღელი ყავს შენ ენოტი რომელიც ბინადრობს ენოტი ბინადრობს არა სელაპი ბუდობს მაგრამ და ეგრე ღრმად არ უყურე ბატარეას რო ხიდულო ხო ეგინა თავარია ფერები დამწყო და რაღაც ყურები და ცხოველი იყოს უბნის მარკეტებში თავარია პროფესიით
მე ვარ გერმანისტი. გერმანისტი, ოღონ არ ვიცი რა, უბრალოდ ჩვენ რაღაცა ვიცი კარგად და გერმანულ სპექტაკლებში თამაშობდი, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს იქიდან მოწყობილი აგენტი ვარ და ფაუსტში გრეთხენს თამაშობდი და დონ კარლოსის შილერში დედოფალს გერმანულად და გერმანულად ესე ჭირდა გერმანულის მწოდნე შტაზიდან მოდი და გერმანულ სკოლაში ვსწავლობდი, მაგრამ მე მართალია რატო მე-6-ში ხო? მე რატო ჩავაბარა, ისედაც ვიცოდი, რომ არა, ეგ რუსეთის აგენტებს მე არ გერმანიდან. მე დასავლური ამბი. და მე იქ ვიცოდი, რომ ტელევიზიაში მუშაობდა, რატო ვიწვალე 5 წელი, თან ყინვაში 90-იანი წლებია და ყინვაში უშუქობაში მართალ ამბიშებზე. შეიძლება შეგიძლია რომ გერმანიის ტელევიზიაში გამუშავა. ძალიან კაცრი მასწავლებელი მყავდა და ლამპის შუქზე და ეს ლამპა ხო სკდებოდა რაღაც მომენტში, რო ვეღარ უძლებდა და რაღაც ღამეში რამდენიმე ლამპა მოქონდა ჩემ ქმარს თან გათხოვილით ვიყავი და ეს მეცანული პირდაპირ ლამპის შუქზე ლენინი ვიდوار ნასწავლი მაგესა კი ბატონო. შენ ქმარს რაღაცა ხო არ უნდოდა რომ დაეზიანებინა. ჩვენს ყველას ქონდა ლამპა და დღეში 20 წელი ხარ. არა სკდებოდა მართლა. შენ 1 საათი მეცანებდა მე შენ მიძინებოდა და ვეღარ გებულობდი რომ გასკათა. სიბნელეშიც კარგად ვკითხო. და მე ტელევიზიაში დავიწყე მუშაობა მეორე არხზე. აი მაშინ ბიძინა ბარათაშვილი და ყველა მუშაობდა. რა იყო პირველი გადაცემაში? და ობიექტივი ესე ვაკეთებდი გადაცემას ანტრე მე რა და მე უცებ ზაზა შენგელიამ გადამიყიდა რაზე იყო ანტრე რაზე იყო? მე სულ სახელოვნებო მართულებით ვიყავი და ამიტომ რაღაც დამხვდნენ ერთი მეორეზე ავა გამოუშვეს მაგათ შენ როცა მაშინ მუშაობდა დაიხონენ სენდვიჩებს აკეთებდნენ მაშინ მუშაობდა გოგიტა მეცხოვრიშვილი ნუ სერგი და მთელი პასიანსის ხალხი გოგიტა დეფი ყველა რომ მივედი დამხვდნენ ეს საერთოდ აი სხვა სამყაროდან ადამიანები და უცებ ხო ძალიან ბანტიანი ესეთი აკაჩულებებით მივედი ძალიან წესრიგა გერმანისტი რაღაც პედაგოგი მომავალში ალბათ რა პოეტეზე ვიყავ მე მარგარეტა გრეთქენი ვიყავი და რაღაც და უცებ აი ისე დამაბნიეს და ისე ამჭრეს იმიტომ რომ აი ერთი მეორეზე ცუდად იქცევოდნენ და ეხლა რო ვფიქრობ აი ყველაზე მაგარი წლები იყო ეგ ზუსტად იმიტომ რომ დიდხარი ადამიანებს ცუდად მოქცევა უფრო ახსოვს იმიტომა თეთრსახში ეხლა ეგეთია ზურა ხაინდრავა გიკაჭელდეგენი იღებდნენ რაღაც სულ ექსპერიმენტი იყო და მაგაში იყო მთელი მუღა მე რაღაცა რომ იბადებდა ყველაფერი იყო წინ და ეგ რა მაგარია რომ ყოფილი წინა და ეხლა რაღაცა ძალიან ბევრი რაღაცა კარგი არის უკან და წინ რა არის, ოღონ არავინ არ იცის. ხო, წინ გაურკვევლობა. წინ უფრო მეტი კარგია. კი, მაგრამ მაშინ ეს იმდენად დიდია. მე მეორე წრეზეა. ანტრეს მე რა იყო? ანტრეს და იმის მე წავედი პირველ ახზე ზაზა შენგელია მაშინ ახალი მოამბე და რაღაცები გაკეთდა და პირდაპირ მნიშვნელობით მაიძულეს, ოღონ ახლა ძალიან მადლობელი ვარ მისი მოამბეში დამიყავი და მოამბეც და მოამბე მყავდა 2003 წელს პრივატების რევოლუციამდე სანამ მე საერთოდ მოვიდა სააკაშვილი და გამოგედა ტელევიზია. ხო. შენ მაგ პერიოდში არავის არ ემახსოვრე, დენი არის. ძირითადად ჩვენ ვიყავით აი ისტორიის გატაცე პანკისი და მთელი ამბები რო იყო ძირითადად პანკისი რომ მოდების შენებაზე მე არ წავსულა შენ იქნებოდი. პანკისი გვიანი, თუ მოდების ჩვენება პანკისი ვარ გვიანი. ხო, ეს აკეთე. გვიანი იყო, ხო. 2000 ვინ იყო? მაგაზე თემა გააკეთა. პიტერ შოუ, აი მაგებს ვაცხადე. პიტერ შოუ მუშაობდა ჩემთან. კახა თარგამაძე იყო. სოფლიო ბანკი და შინაგან მინისტრი იყო. ერთი და იგივე საერთოდ. შინაგან საქმეთა მინისტრი იყო კახა თარგამაძე. ეგმა და მე როდამს აზე არა ვინ შინაგან საქმეთა მინისტრია ვინც მე ვიცი ლანდო ბურდული და რაღაც ირაკლი ჩარკვიანი. მაგასთან დამაჯინეს ოში ვიღაც სხვა ხალხზე მალაპარაკებენ და ისე ავურიე რომ ხუში მიყვირიან მე ვთხარი ახლა ჩვენთან ერთად იქნება შინაგან საქმეთა თავდაცვის მინისტრი ვაფშე რაც სიტყვებით ყველა ერთად საერთოდ და
პირდაპირ სწორედ ეს კადრი ხო და შემოვიტყი ეს შუბში ხელი და ზაზა შენგელი ჩამოქანდა იქ გაგიჟებული ამბავს ან ხელები გაუჩერე და რამე ასწავლე და მარტო მინისტრი შემოვიდა გახარებული გაუერთიანეთ ყველაფრის მინდა და წინაურე შიდა განსაკუთრებით დაუწყეს მინისტრი კიდე რამე ეგეთი ნიუსი წაკითხავს აი წარმოდგენა რო არის ხო და აი ეგეთი რაღაცა პიტერ შოუ ან ვიღაც ეგეთი მოიტაცეს პანკიში ყავთ გადაყვანით და მიქიდან აი არა პეტრეცის კალიშვილი სამავე რო გახსოვს და სანამ შუა ეთერში გაირკვა და მომბე იწყებოდა 8-ზე და კურიერი იწყებოდა 9-ზე და ჩვენ დაგგვესწრო იმისთვის კურიერისთვის კი სამამდე კურიერისთვის ხო კურიერისთვის უნდა დაგვესწრო ნიუსი და მეუბნებიან ყურში რაც გინდა ის თქვიო რა და მომბე არ იყო მაგრამ თქვენ მაინც ანუ დავამთავრე მთელი საინფორმაციო და ელოდებიან კასეტის გადმოგორებას და რამე ილაპარაკა რამე რა შემოილაპარაკა არა არაფერი იყო ტელეფონზეც ვერ გამომიგზავნიან ვერაფერს და ერთადერთი ფურცელი რაც ვიპოვე იყო რომ მაკდონალდის წინ მოიპარეს კლოუნი. ის კლოუნი. მარჯანიშვილზე რა იყო ხო? და რაღაც აი და დღეს გვაცნობეს რომ მაკდონალდის წინ მოიპარეს. თან მაკდონალდი ერთადერთი ფაქტიურად ის არის რაღაც კვების ობიექტი ერთადერთი და იქ მაინც პროტესტია რომ ეს მაკდონალდი რა არის და აი მაკდონალდის წინ მოიპარეს და ამას ვაცხად და კიდევ ერთხელ მინდა გადაცემის ბოლოს შეგახსენოთ რომ მაკდონალდის წინ მოიპარეს კლოუნი გთხოვთ პოვნელ რაღაც და აი დავამთავრეს კურსში და ეხლა ჩვენ ველოდებით მასალას რომელიც რაღაც და ისე იმენ რომ კიდე რამე მოყევე აი მომბიჯ რა უნდა მოვუხმოთ აი ხა მასობეს რომ კლოუნი იპოვეს სამჯერ გამიმეორე და მაინც კიდევ ერთხელ გახსენებთ ვინც გამოტოვეთ ეს ჯუქი არ გონდათ რომ მაკდონალდის წინ მოიპარეს კლოუნი კლოუნი რა დებილი ნიუსია ვიო მაშინ ძალიან სერიოზული ნიუსი იყო ის კლოუნი იყო ერთადერთი ფერადი რომ იდგა ქალაქში და მაკდონალდიც იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტი დასავლეთიდან. კლოუნი ნეტა იპოვე. აუ მაკდონალდზე ყველაზე თამაში კლოუნი არ იყო ესეთი პოპულარული ის არის რაღაცა ანეკდოტივით რომ ქუთაისის მაკდონალდს ესაჭიროება დათვი. რა? ქუთაისის მაკდონალდს ესაჭიროება დათვი. წარმოიდგინე ის დრო არა მართლა რომ რესტორანი უდათოდ არ იხსნა. ვახა მოიგონე თუ რა მოიგონე არა ბიჭო ეწერა სადღაც სადღაც ჟურნალში ყვითელი ჟურნალები ქუთაისის მაკდონალდსი ახსნეს არც ისე დიდი ხანია 2005-6 წლები იქნებოდა მაგრამ ყველა რესტორანს დათვიყავდა მაგრამ ანეკდოტი ხო შეგიძლია მოიფიქრო ანეკდოტად ყვება ანეკდოტად იყო თუ რაღაცა რაღაცა მოიპარეს დათვი შემბიდოდი სად ბინადრობს დათვი ხო და ისეთი აი დათვი ბინადრობს ბინადრობს კერძი რა სიტყვად ბუდობს ხო და ბუდობს არის როცა ბუდეს იკეთებს მაგრამ ბინადრობს არის როცა მარტოა ხო და დათვი უფრო მარტოა ხო კი რესტორნებში მარტოა მაგრამ ისე ბუდობს დღეში ბაღენ სპეციალისტია ენის და გერმანულად როგორ დათვი უკვე გერმანულად რო იცოდე და გერმანულად როგორ არა ბუდობს როგორ დიარ ადვილი გზებით უნდა და კაცო როგორ დათვი ჩვენც ვიცით თუ ბუდობს ეჯერ არა გაჭამული ბინადრობს ბინადრობს თუ ბინადრობს ან ცხოვრობს ძევს თუ ცხოვრობს გადავიდა ლებთ ხო ლიბთ ხო ლიბენ არის ცხოვრება და ლიფტ არის ბელგიაში. რატო ჩავერთე არ ვიცი. ანუ ბუდობს არ ვიცი. ლიბენ არის ცხოვრება. და სიყვარული როგორ არის? ლიბენ. ერთ ასოშია განსხვავებული. მან ბუდობს თუ წაგიც და დაღუპული ხარ. ვაფშე ხარ დაღუპული. ლიბანი არის კიდე სხვა. რა? ლიბანი. და ლებანი კიდე სხვა. ლებანი არის მანდარინსო. ლებანი. ბონენს არის ცხოვრება, ანუ ბონენ და ლიბენ არის ბინადრობასა და იმას შორის განსხვავება. და ლიბენ არის ცხოვრება, ცხოვრება. ლუბანი. არის აი ბევრი ლუბა რო არის, ხო ნართანიანი მრავლობით. და ლუბლიანას ქუჩა. კიდე საფრთხე. ეცოტა ფული არ. ლუბლინეც არის პოლონი. რა? ლუბლინი. დუბლინი არ გეკონს, ლუბლინი. არა, არ უნდა აგვერიოს დუბლინი. ეს უკვე ის იყო სიგიჟის ნაწილი იყო ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან გადაცემაში წარმატებებს გისურვებ
დიდი მადლობა. მე-17 სართულიდან YouTube-ზე გადმოსვლის და ეშვათ. არა, YouTube. კარგია ძალიან. ანუ ჯერ ცოტა კარგი შვებულებები. აკიულებები არის. საგზური გინდა. აუ, როდინდელ რაღაცა საგზურებს არის. იმას ასოციაციად. ხო, ნუ თქვენ იმიტომ რომ ანუ როგორ შეიძლება რომ აკრიფო ისე. აი ცოტა ცოტა ესე უნდა იარო და ეგ ცოტა ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ რო აკრიფო მე მოდი გეტყვი. მე მიდის იგი არ არის ისეც კარგი, სხვანაირი კარგია რა. გერმანულ ტიტრები მიადე, სუბტიტრები და უფრო სწრაფად აკრიფ. იქითაც არის. გერმანელ მაყურებელს. გერმანული კონტენტი. გერმანული YouTube შეუერთი, ჩვენ რო გვიყურებ მაიმუნებს. გერმანიაში თუ ნახავენ 5-ჯერ მეტს იხდიან რეკლამაში ვიდრე აქ. და თან გერმანიაში გაცილებით უფრო მეტნი არიან, ვიდრე ჩვენ ვართ ქართველები. და გერმანული ენა ზოგადადაც უფრო მეტმა იცის ვიდრე ქართული. მარტო გერმანია, ავსტრია, მეტი არც არავინ. თვითონ და საქართველოს და ქართული და ვიცი, საქართველოს და არა. გერმანული ჯობია, მაგრამ ინგლისური უფრო გეხერხება ინგლისური მისცხე. ან ეს პირდაპირ გერმანულად დაიწყე. მართლა. მართლა ფული თუ გინდა ისოვა, ჯობია გერმანულად დაიწყო. და ხალხის სიყვარული მაშინ ქართული. ქართულ გერმანული ის რო გავაკეთო? ხო, საჩუქრებზე უნდა გადავიდეთ, ისე ვერ გაგიშვებთ. დათო, ეს დათოს მიმართულია. ეს არის ჩვენი სპონსორი ნიკორა ხორცს პროდუქტები. გიყვარს ხორცი? ხორცს პროდუქტები? გერმანულია. ნახე? და უბრალოდ. და მაგარია. ოპა. მე მგონი მე ვარ დათვიბინანძრობს. ძალიან კარგებს. ჩემთვის გადავიდეთ. ნახე კრაკოვური გვაწყობს. კი, აკეთდება. ეს არის უგემრიელესი. გერმანული. ეთქო პირველ რიგში რეები უნდა დაარტყა უგემრიელესი. უგემრიელესი. ეს ხო იცი რომ არის ბიჭი. კამერაზე თან. დანარჩენები ძალიან გემრიელები. მოდის ასამბლეიდან რომ საჭმელად გადაუხვია ეს ბიჭი. ვიცი რომ ბევრია და მძიმეა და მოდი ჩადე და როგორ აწვდი და რა მშიერი თვალებით გამოუწევდი რომ ჩამდეო. ვიცი რომ ბევრია და ცოტა მე მომეცემოდა. თადა. კალათა თავის. კალათა სოკოზე რო წახო. გამოგადგება. ამას ყველაფერს რომ მოიხმარ კალათას ეს შეიძლება დავიცავმე და კიდე გვაქვს შენთან საჩუქარი, ოღონდ ამჯერად მოდი გიორგი. არა, მაგარი იქნება რომ ამას ყველაფერს რომ მოიხმარ, მოხვალ კალათი და გაგივსე. ტარას მოიდან ისა კალათას ჩააბარებ უკან. არაჩვეულებრივი Canon-ის აი მე რა მაგარია. то аппарати. ფოტოპრინტერი. რატო გადაეცა? ფოტოპრინტერი, რა მაგარია. აპარატი პრინტერით. ტელეფონიდან რო ბეჭდა. კი. თვითონ იღებს თან. თვითონაც იღებს. მე მგონი. მეც ეგეთი ეკრება. არ ვიცი, ნუ ისეთ კაც გადაეცა ეგ რომ აწი ვეღარ გავიგებ ჩვენ. დათოს იმას გიორგის გადაეცა, იმიტომ გიორგის გადაეცა ეს ისა რომ ეს საჩუქრები დაარიგოს, იმიტომ დათო ისე ხამივით იქცე. და დათოს არ გვეკრძალა. ჩვენ აღარ ვეკარებით. მათხოვე გავხსნათ დათო. როგორც YouTubers გამოგადგება თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ხა გიხსნით ირაკლი თუ როგორ შეიძლება გამოიყენოს YouTube-ზე. ზუმერი აღქმა უნდა. გავხსენით ცივილურა? კი, საკაიფო. რა მაგარია, რა ლამაზი რა არის? როგორც ემოთავნიშნეთ რა არის, არ ვიცი. სავარაუდოდ კარტრიჯიც მოყვება. კი. ეს არის ზარი, კართან ეს. ეს არის. ჩანს ესე ართ რამე? ფოტოაპარატია. მართლა? არა. და აქედან გამოდის დაბეჭდილი ფოტო. ცოტა იქიდან შედის საჭმელი. სავარაუდოდ. მივალ ზუმეში და ეს შენ? გაიგერა თქვა? მივალ ზუმეში და ვიკითხო. ანუ სტუარი, ზუმეში გახდა წასვლის. რა ჩვენ ეს საქმე ჩამოგვერდა? არა, ზუმეში მიხვალ. გიორგი, რას ნიშნავს მაინც რომ კომპეტენტურია და ყოველ შემთხვევაში ჯობია ზუმერში გაიარო და იკითხო, ეს საჩუქარი. ვიდრე ან წაიღვან ვერა. სხვანაირად სხვა საშიშროა. შეიძლება მარტო ეგ ლამაზი ჩასადებიც არის. შეიძლება ყოფილიყო რომ მე და ირაკლი მივალ ზუმეში და გავიქეთ. ზუმერ
ერთმანეთის იქიდან ეჭება კალათა წავიღო მე დათომ დანარჩენი რა შეგიძლია. თავისუფლად შეიძლება დათვლილი. არა, ნუგეში იქ დათვლილია, ვერაფერს ვერ ამოვაკლე. მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა, სტუმრობ. გახსნილი თუ დახვდა ერთ-ერთი. ერთი ცალი აკლია და ერთ-ერთი თქვა წოსზე და პირველ რიგში ეგენი მოხარში. ესეთი რჩევა მექნება გაუჭებს. ხო, რომ ვაკუუმური სიმრთელე თუ დარღვეულია. სიმრთელე. აი, მოდი დავამთავროთ ეს განცხადება, სანამ ახალი სიმრა შემოვიდა. ბუდობს და სიმრთელე. დიდი მადლობა და კი. ამით დღევანდელი ჩვენი გადაცემა დასრულებულია, გემშვიდობით ერთი კვირით ნახვამდის. მადლობა.